ვისაც ყავთ ოჯახის წევრები, ახლობელი, მეგობარი ან საყვარელი ადამიანი, რომელსაც აწუხებს პანიკური შეტევები და შფოთვები. ამ დროს თქვენ იცით ესეთი დარიგებები, რომ გაუძელი, შენ ძლიერი ხარ, შენ თავი უნდა მართო, ზოგი ჩხუბსაც კი უწყებს. რა გჭირს, შენ ხომ გააწყალე გული შენი სისულელეებით და ასე შემდეგ. რომ იცოდეთ, თქვენ ესეთი დარიგებით მათ უფრო ცუდ მდგომარეობაში აგდებთ. ვიცი, რომ თქვენ ამ დარიგებებით მათი გამხნევება გინდათ, მაგრამ ეს არის სრული აბსურდი. იმიტომ რომ თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ რა ხდება იმ დროს მათ თავში. და ვერც გაიგებთ მანამ, სანამ თავად არ აღმოჩნდებით მათ მდგომარეობაში. მათი მდგომარეობა ნათლად რომ გაიგოთ, აგიხსნით ძალიან გასაგებ ენაზე. წარმოიდგინეთ, ტრაქში გაქვთ გარჭეული დინამიტი, რომელსაც აქვს დიდი ფიტილი. ამ ფიტილზე მოკიდებული აქვს ცეცხლი და ელოდებით როდის აფეთქება, მაგრამ ფიტილი რამხელა არ იცით. ახლა კი წარმოიდგინეთ, რამხელა სიკვდილის შიში გაქვთ იმ დროს. ალბათ მიახლოებით მაინც მივხვდით, რამდენად სისულელეთ ჟღერს თქვენი სამოტივაციო სიტყვები, რომ თავი უნდა მართო, გაუმკლავდი და ასე შემდეგ. თქვენ რაც შეგიძლიათ გავუკეთოთ პანიკური შეტევების და შფოთვის დროს, ეს არის, რომ თანადგომა გამოუცხადოთ მათ. დაეხმაროთ სუნთქვით პრაქტიკაში. და უთხრათ, აი გაიხედე გვერდზე მარჯვნივ მარცხნივ ნახე, საშიში არაფერია. ყველაფერი კარგადაა. ეს ყველაფერი მალე გადაგივლის. მე შენს გვერდითო. აი ამას ვქია თქვენი დახმარება. ვიცი რომ ამ პატარა ვიდეოთი ყველა იმ ადამიანის სათქმელი ვთქვი, ვისაც ვერ უგებენ რა ჭირთ მათ პანიკური შეტევების და შფოთვების დროს. ასე რომ მადლობის ნიშნად გამოიწერეთ გვერდი, მოიწონეთ და